სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან, როგორ გითხრათ, რწმენის მომცემიც. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, ამიტომ ძველი აღთქმა, სადაც მთლიანად არის, აი ბიბლია არის ეს მთლიანი ერთი ღმერთიდან ამოსუნთქული მთლიანი მისი სიტყვა. არანაირად არ არის რაღაცა განსხვავება და ამიტომ ჩვენ უნდა კარგად განვასხვაოთ რა იყო ისრაელის დანიშნულება, რა არის დღეს ჩვენი დანიშნულება, ვინ არის ღმერთი, რომ ღმერთი უნივერსალურია და ყოველთვის ჩვენ უნდა ჩვენი ცნობიერებაში ვატაროთ ის, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა და იმ სათავში პირველად დასაწყისში მოხდა სამყაროს ტრაგედია და რომ ღმერთი არის მთელი სამყაროს გამომსხიდველი და არა ებრაელიერი საკუთრება. მაგრამ ამავე დროს რა დანიშნულება აქვს ებრაელებს და როგორ არის ის განსხვავებული. ამას წინაზეც მე ვლაპარაკობდი რომ მხოლოდ ბერძნებზე თუ დავაყენებთ ებრაელ ერს უფრო წინ. იმიტომ რომ მას ღმერთმა პირდაპირ აღთქმა აუდგა. და აქ უკვე შედარებაც არ შეიძლება ბერძნებს, მაგრამ თუ გადავალთ ერებზე, ვისაც ღმერთმა ალბათ დიდი რაღაცა მადლის ხო, ეს ბერძენიერია მეთქი, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან ბევრი რაღაცა ამ ერიდან გამოვიდა მეთქი, მაგრამ ამავე დროს ებრაელ ერთან ის ვერ მივა. შედარებისთვის რომ ვამბობთ რა, ერებზე რო არის ლაპარაკი და საუბარი. და ეხლა შეიძლება ეს იყოს ანგლო-საქსური, შეიძლება ის რომ მათ ღმერთის სახელი მაგრა განადიდა. და დღესაც აქვს დომინანტი, ეს არ არის მარტო ამერიკელები, აი ანგლო-საქსური შეიძლება ითქვას და ის ენაც გამოყენებული, როგორც ბერძნული ენა იქნა გამოყენებული, ხო? და ნახევარი ბიბლია ბერძნულ ენაზეა დაწერილი, ხო? მაგრამ ებრაელებს მაინც ვერავინ ვერ მივა მათთან. ეს უბრალოდ ესე ცნობისად. მოდით ახლა მოусმინოთ მე ესე დავასათაურე იერემიასთან ნახსენები და ჩვენ დავიკითხავთ ამ ადგილს 31 თავში ახალი აღთქმა, რომელიც ერემიასთან ღმერთი ახსენებს. ეს იგივეა, რაზეც იესო საუბრობს, თუ ის მარტო ისრაელს ეხებოდა. და ლუკას სახარება მოყავთ აქ, სადაც იესო უკვე ახალ აღთქმას იმაშვება აჟღერებს. ძალიან საინტერესოა, ხო, ძალიან ბევრს გონია, რომ ის მარტო ისრაელისთვის იყო და ეს ჩვენთვის არის და ასე შემდეგ. მოდით მოусმინოთ ახლა ჯოშ ჰენსონს, რომელსაც ძალიან საინტერესო კითხვა დასვა. მადლობა მას. და ჩვენ დღეს ამითი შემოვიფარგლებით და ხვალე კიდე გავაგრძელებთ. გამარჯობათ დოქტორ მაკარტურ, მე მქვია ჯოშ ჰენსონი. გამარჯობა ჯოშ. ჩემი კითხვა ეხება იესოს სიტყვებს ლუკას სახარების 24 თავში 20 მუხლში, როდესაც ის ამბობს. ასევე აიღო სასმისი და ჭამის შემდეგ თქვა, ეს სასმისი, რომელიც თქვენთვის იღვრება, არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. იესოს ამ სიტყვებზე დაყრდნობით შეგვიძლია თუ არა დარწმუნებით გავიხსენოთ ახალი აღთქმა, რომლის შესახებაც ჩვენ გკითხულობთ იერემიას 31 თავში. და მიუხედავად იმისა, რომ ის დაიდო ისრაელსა და იუდას სახლთან, თქვათ რომ ეკლესია ამ აღთქმის ნაწილია? ისინი იგივეა თუ არა და არის თუ არა განსხვავება მათ შორის, რაზეც იესო საუბრობდა. ახალ აღთქმას, რომლის შესახებაც ის საუბრობდა ლუკას სახარებაში და ახალ აღთქმას, რომელსაც ახსენებს იერემიას 31 თავში. რადგან იკონკრეტულად წერია, რომ ის მხოლოდ ისრაელსა და იუდას სახლთან არის დადებული. ამიტომ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს ჩვენთვისაც არის და მე წავიკითხავ ამას. 31 თავიდან 31 მუხლიდან არის სხვათა შორის. ადვილი დასამახსოვრებელია, ხო? იერემიას 31 თავი, ნუ მთლიანად ეხება, მთლიანი თავი, მაგრამ სადაც იწყება ამის პირველი ხსენება 31 მუხლიდან იწყება. იერემია 31. აჰა, მოდის დღეები, ამობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დაუდებ ისრაელსა და იუდას სახლებს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დაუდე, იმ დღეს, როცა ხელი მოკვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად და ამ აღთქმაზეც ვილაპარაკ. ამას ქვია მოსეს აღთქმა. აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას უწევდი მათ, ამბობს უფალი. რადგან ასეთ აღთქმას დაუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, აცხადებს უფალი, შინაგანში ჩაუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დაუწერ. მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან. და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვას და თითოეული თავის ძმას შეიცანი უფალიო, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი. რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს. ეხლა მე დამატების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ეს გარკვეულწილად ხო ახდა და ახდება კიდევაც მერე, იცით, როცა ისრაელი უკვე მიიღებს მეორედ მოსვლის დროს იესო ქრისტეს. მაგრამ მოდით ახლა მოусმინოთ ჯონ მაკარტურს, თუ რას ამბობს ის. ჯონი. არანაირად. დიახ, სწორია იმის თქმა, რომ ეს იგივე აღთქმაა. ასე რომ ვინმე თუ ამბობს, რომ ეს არასწორი, არა, სწორია, რომ ეს არის იგივე აღთქმა.
უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ღმერთმა ისრაელის გარდა სხვა ერისთვის არ აღუთქვია მესია. მას აღუთქვა მესია. ღმერთმა ისრაელს მესია აღუთქვა. ღმერთმა ისრაელს სამეფო აღუთქვა. ღმერთმა ისრაელს ახალი აღთქმა აღუთქვა, არა იმისთვის, რომ ის მათთან უნდა დასრულდეს, ან მათი ყოფილიყო, არამედ იმისთვის, რომ მათი მეშვეობით ის გაჟღერებულიყო მთელ მსოფლიოში. მაგრამ თავიდანვე ახალი აღთქმის დაპირება ერებზე უნდა გავრცელებულიყო. იერემია ამას აღიარებს, ესაიაც ამას აღიარებს, რომ ახალი აღთქმის გავლენა მთელ მსოფლიოში იქნებოდა. ამრიგად რომაელთა მე-9 თავში ნათქვამი, რომ ებრაელებს მიეცა დაპირებები და აღთქმები სწორია, სწორედ მათთვის იყო ისინი მიცემული, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ მათთვის არ იყო ეს დაპირებები განკუთვნილი, არამედ მათ უთხრეს, ღმერთმა მათ უთხრა იმიტომ, რომ იქნებოდა სამეფო, მეფე და მსხვერპლი, რომელიც ცოდვებისაგან სრულიად თელ სამყაროს განწმენდას უზრუნველყოფდა. ხოლო ეს დაპირება მათ იმიტომ მიეცათ, რადგან ისინი იყვნენ ღვთის რჩეული ხალხი, ანუ პოსტალიონი, რომლებთაც მათ უნდა მიეტანათ უკვე ეს დაპირება მთელი სოფლიოსათვის და გამოეცხადებინათ, რომ ღმერთმა მისი ძე იესო ქრისტე მთელ სოფლიოს ხსნელად მოავლინა და აღუთქვა. ფიქრობ ეს პარალელური იმ დაპირებისა, რომელიც ანგელოზმა გაბრიელმა მიცა იოსებს, გახსოვთ ხომ? და რომ მაცხოვარი გეყოლებათ, შენ ცოლს ეყოლება მესია ღვთის ძე. იგივე დაპირება მარიამსაც მიეცა. საქმე იმაში არ არის, რომ მათთვის მიცემული დაპირება მხოლოდ მათი შემოიფარგლებოდა, არამედ ის, რომ ისინი ხდებიან ინსტრუმენტები, იგივე პოსტალიონი, მიმტანები, რომლის მეშვეობითაც ეს დაპირება უნდა მისულიყო სამყაროში. მართალია მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა აღწერილია იერემიას 31 თავში და ახალი აღთქმა დამკიცდა იესო ქრისტეს სიკვდილით, ახალი აღთქმის პირობები ადამის დღიდან გამოიყენებოდა. იქიდან იწყება ადამის დღიდან, 60-ის ბაღიდან, რადგან ადამის ცოდვებიც კი მიეტევება იმ საფუძველზე, რასაც ქრისტე გააკეთებდა, როგორც ყველასთვის ჯვარცმული. და ახლა ყველასთვის ჯვარცმის შემდეგ ეპატია იმის საფუძველზე, რომ ეს ქრისტემ გააკეთა. ასე რომ ღმერთს ახალი აღთქმა ჰქონდა. მე ვცადე ამის აღნიშნვა ჩემს სწავლებაში, რომ არსებობს კანონის, ანუ რჯულის აღთქმა. ეს არის მოსესადმი, ასე არ არის? და როდესაც რჯულის აღთქმას უყურებ, ის გმობს, რადგან შენ არ შეგიძლია კანონის დაცვა და ამ აღთქმაში მადლი არ არის. ასე რომ თამდაბალი კანონის ქვეშ დამთქმული რჩები. მაგრამ შემდეგ ღმერთი იძლევა კიდევ ერთ აღთქმას, მიტევების აღთქმას, მადლის აღთქმას, აღთქმას, რომელსაც ჩვენ ახალი აღთქმის სახელით ვიცნობთ და ახალი აღთქმის ძალით ღმერთს შეუძლია მოწყალეთ იმოქმედოს, რადგან მან იცის, რომ მესია მოვა და ღვთის გონებაში, მისი გადარჩენის გეგმაში მესია დაკლული იქნა სამყაროს დაარსებამდე, რათა მისი მსხვერპლი გამოყენებულიყო ჩვენთვის მისატევებლად მარადიულად. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.